მაოცებენ ცალკეული ჩემი მეგობრები, Facebook იუზერები, რომლებსაც ყოფნით ძალა, ყოფნით ენერგია, აქვთ სურვილი, რომ ასე სათითაოდ შემოგთავაზონ ბევრი დეპუტატად წოდებულის გამოსვლა საპარლამენტო დარბაზიდან და არა საპარლამენტო ტრიბუნიდან, მაინც და მაინც არამედ ეგრეთ წოდებული პარლამენტის დარბაზიდან არც დგებიან ისინი, უმრავლესობა მათგანი კი არა. უკლებლივ ყველა, ყურადღება მივაქცია ამას ყველა ქართული ოცნების წარმომადგენლები, ხალხის ძალა ვითომ რომ პარტიაა, რეალურად კი ქართული ოცნების წანაზარდია, მათი წარმომადგენლები. უკლებლივ ყველანი ამ ტექსტებს, რასაც წარმოთქვამენ, კითხულობენ. გახსნილი კი არა, ხელში უჭირავთ ტელეფონი, ნოუთი გახსნილი მაღალი ალბათობით და კითხულობენ ზოგს ერევა კიდეც გულახდილად გეტყვით. რაც დამატებითი მადასტურებელია, რომ ისინი არ არიან ავტორები ამ ტექსტის, ამ სიტყვების. შედარებით უკეთ კითხულობდა, მაგალითად წაიკითხა ნინო წილოსანმა. შედარებით უკეთ წაიკითხა მაგალითად ხალხის ძალის წარმომადგენელმა დიმიტრი ხუნდაძემ, თუმცა სხვებმაც, მაგრამ აი ზოგს აერია ტექსტი. კითხვა მაქვს, რატომ არ შეიძლება რომ ყოველგვარი შპარგალკის გარეშე წარმოთქვან ესა თუ ის წინადადება? აუცილებელია ჩაკითხვა, წაკითხვა. კვლავ ვიმეორებ, ეს ხომ მიგვანიშნებს სულ მინიმუმ, რომ წარმომადგენლები ქართული ოცნებისა თუ ხალხის ძალისა სულაც არ არიან ავტორები იმ ტექსტებისა, რომელსაც კოლეგებად წოდებულებს ან ფართო საზოგადოებას აცნობენ. დიმიტრი ხუნდაძემ მშვიდობის შენარჩუნებაში საერთოდ ეს თქვა. ხუთი რევოლუციისა და რებულობის თავიდან აცილება ხალხის ძალა უდიდესი ენერგიით შეძლო. ვერ გავიგე. მე აქამდე ესე მეგონა, რომ ხალხის ძალამ კი არა ბიზნეს ივანიშვილმა შეძლო. რევოლუციის ხუთი რევოლუციის აცილება, რევოლუცია წოდებულის. და ახლა გამოდის, რომ ხალხის ძალამ და კონკრეტულად დიმიტრი ხუნდაძემ მოახერხა ეს გვერდზე ბატონი ჯაფარიძე, ვიქტორ ჯაფარიძე უზის. მოკლედ, ეს გამოსვლები ყალბია უმრავლეს შემთხვევაში, არაფრის მთქმელია და მადასტურებელია მხოლოდ ერთისა, რომ ჩვენ ბატონო ბიზინა ვართ თქვენს გვერდით. ჩვენ თქვენს გარეშე არ ვარსებობთ და არც მომავალში არ ვიარსებებთ. სულ დავუბრუნდეთ ჩემს პროფესიას და ბატონი ხუნდაძე არის ექიმი, ამდენადაც ვიცი, კი არა, ასეც არის. სულ დავუბრუნდე, იქ მე კონკურენციას ნორმალურ საქართველოში რასაკვირველია ვერ გავუძლებ, ვინ მოვა ჩემთან სამკურნალოდ, არ მახსოვს რა მიმართულების მედიკოსია რა მიმართულების ექიმია ბატონი ხუნდაძე, იგივეს ამბობს პრაქტიკულად ყველა და არც ერთ მათგანს ამ პათოსშიც კი სიტყვებში ხომ არა, მაგრამ ამ პათოსშიც კი მე არ ვეთანხმები. ერთ-ერთი გამომსვლელი ვინც იყო არის აჩიკო არჩილ ბერიძე. მომღერალი კაცი, ის არაჩვეულებრივად მღერის, გულახდილებით თუ ვიქნებით, ყველას უნდა დავუფასოთ, ხო? ვინ რა პროფესიისაც არის, ხუნდაძე ცუდი ექიმია. მაღალი ალბათობით, ხოლო არჩილ ბერიძე კარგი არენდიათ მუსიკოსი, ამდენად შემსრულებელია ქართულ სიმღერებს მღერის ის, ერთ-ერთი ჯგუფის წევრია. მე მას ერთხელ შევხვედრი ვარ და მისი სიტყვა წარმოთქმული პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან წაკითხული. ისიც გარკვეული ალბათობით სხვათა შორის არა მის მიერ დაწერილი, მაგრამ ამას თავი მივანებოთ, ხო? კარგი იყო. მაგრამ ყალბი იყო, აჩიკო მეთქი რომ გითხრა, ალბათ გეწყინებათ, ბატონო არჩილ, ალბათ გეწყინებათ. იმიტომ რომ თქვენ აკეთებთ აპელირებას იმაზე, რომ ჩვენი მოусპიროთ თუ გნებავთ. აქეთ არის? აი დიახ, აქ არის, მოდიში. თუ რამ გადაარჩინა საქართველო. რა მოგვიყვანა დღემდე. როგორ გაუძლო ამ პატარა ერმა საუკუნეების განმავლობაში ამდენ ქართლის შემოტევას, ომსა და ზეწოლას. როგორ მოახერხა საქართველომ, რომ 21 საუკუნეში, მაშინ როდესაც რუკებიდან აქ რა მრავალი დიდი თუ პატარა სახელმწიფო, ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ ჩვენი ისტორიის წერას. მართლა მაინტერესებს, როგორ მოახერხა, როგორ გონიათ.
აქ ბატონი არჩილი ამბობს შემდეგ საინტერესო, მაგრამ სადღეგრძელო წინადადებას, ასე ვიტყვი. ეს არის ძალიან ჯანსაღი კრიტიკა მისი. ამ კითხვაზე პასუხი არის ჩვენს იდენტობაში, სარწმუნოებაში, ჩვენს დედა ეკლესიაში, რომელიც საუკუნეების განმავლობაში აერთიანებდა და აერთიანებს ქართველ ერს. პასუხი არის იმ სახელმწიფოებრივ სიბრძნეში, რომლის საფუძველზეც ჩვენი მეფეები და ხელისუფალნი ქართველი ხალხის თანადგომით ყველაზე მძიმე პერიოდში ირჩევდნენ ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებულ, ხშირად მტკივნეულ, თუმცა ერთადერთ სწორ გზას. ყვილია არჩიკო ეს. მეფეები, განსაკუთრებით გიორგი ბრწყინვალეს შემდეგ 1346 წელი მისი გარდაცვალების თუ არ ვწდები. ისტორიკოსები შემისწორებენ და მე არ გადავამოწმებ თქვენის ნებართვით, დამატებით ან გადავამოწმებ თუნდაც. ხო, გიორგი ბრწყინვალეს შემდეგ ჩვენი მონარქების უმრავლესობა ერთადერთ სწორ კი არა. უმრავლეს შემთხვევაში არა თუ მთლად გულახდილები ვიქნებით, არასწორ გადაწყვეტილებას იღებთ. ბევრი მათგანი. ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ დიდ მეფეებზეც დასაკვირველი, ოღონდ არა ერთიანი საქართველოსი ეგრა მაგის პასუხია, იმიტომ რომ ჩვენ ერთიანი ეროვნული სხეული როგორც ასეთი არ გვქონია. თუ მაინც და მაინც ვილაპარაკებთ არჩილ ბატონო თემაზე, რამ გადაგვარჩინა, ჩვენ გადაგვარჩინა ცალკეულმა პიროვნებებმა, პერსონალურმა მაგალითებმა, ამა თუ იმ პირის თავდადებისა, ვიცი, სხვებისა და სხვებისა, მაგრამ ეკეთევან წამებულისა ასე მაგალითად, თევდორე მღვდელისა ასე მაგალითად და ასე შემდეგ. ვიცი, ცოტნე დადიანისა, ხო, ხაზმა ხერხეულიძისა და ასე შემდეგ. ჩვენ გადაგვარჩინა ამან, მაგრამ ასევე გადაგარჩინა სწორედაც რომ ეროვნულმა, ერთიანმა და ასევე თავგანწირვამ მთლიანად სახელმწიფო საზოგადოები იმჟამინდელი საზოგადოება ერისა, ხალხისა. ყველაფერზე წამსვლელობამ და წინააღმდეგობამ. წინააღმდეგობას რომ ვუწევდით მომხდურ მტერს, ასე რომ ვამბობთ ხოლმე მეც და თქვენც, ხო, სწორედ ეს არის ჩვენი გადარჩენის საფუძველი. რაც შეეხება დედა ეკლესიას, ეგრეთ წოდებულ, ასე რაღაცა ამბობთ. დედა ეკლესია ჩვენ 1811 წლიდან პრაქტიკულად არ გქონია 1918 წლამდე. ანუ მთელი 100 და ცოტა მეტი წელიწადი ჩვენ დედა ეკლესია წაგვართვა ქვეყანამ, რომელსაც უყვარდა თქვენ არ ახსენებთ. არჩილ ბერიძეზე ასე რბილ, არამძაფრ, კრიტიკულ, მაგრამ არამძაფრ ტონალობაში ვსაუბრობ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ არჩილ ბერიძეს, ისევე როგორც რამდენიმეს, ხო, ეს შესანიშნავად ეს უნდა ესვოდეს, შესანიშნავად ეს მის მერქე ეს მთლად ზუსტი სიტყვა არ არის. ახლა ვიდეო ბლოგის მეორე თემა უფრო მნიშვნელოვანი ჩემი მოსაზრებით, ვიდრე პირველია. მე ისევე როგორც ბევრ ჩემს კოლეგას ყავს წყაროები. ამ წყაროების უმრავლესობა, მოდი ასე ვიტყვი, ახურებს, მაგრამ რაღაც გარკვეული ნაწილი ამ წყაროებისა სულაც არ ახურებს. ეს არ ნიშნავს, რომ მათი პროგნოზები, მათ ხელთ არსებული ინფორმაცია აუცილებლად სწორი არ მათი პროგნოზები აუცილებლად ახდება ხოლმე, მაგრამ ისინი არიან მეტნაკლებად დაახლოებულნი რა მეტნაკლებად დაახლოებულნი სახელისუფლო კულუარებთან, წყაროებთან აწყაროთ ნაწილი. ხო, მათ ხანდახანზე ხშირადზე იშვიათად გამოაქვთ გარკვეული ინფორმაცია. კეთხვით მე რა განწყობებია ახლა მოცემულ ეტაპზე, რომ ვიცოდეთ მაინც საქართველოს ხელისუფლებაში. შორტით ჩავწერე ამ თემაზე. თავარი განწყობა არის ამგვარი, რომ კორუფციასთან ბრძოლა ხელისუფლება წოდებულ ბანდაში, კორუფციასთან ბრძოლა არ უნდა დავასრულოთ. არ უნდა დავასრულოთ და მარტო ამ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციონერებს რომ მივდექით ქართულ საზოგადოებას, სხვა кейსებში. ქართულ საზოგადოებას უნდა შევუქმნათ შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ვებრძვით ჩვენს წიაღში, ანუ მათ წიაღში არსებულ სიმსივნეებსაც. და არ ვინდობთ ადამიანებს, ვინც ჩვენ, ანუ მათი გუნდი და მთლიანად ქვეყანა დააღალათ. სეგრეგაციული ეს სამართალი ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება. ბიზნე ივანიშვილამდე მიდის ინფორმაციები იმის თაობაზე, რა დააშავეს ამ ადამიანებმა ხელისუფლებაში მყოფებმა. და ბიზნე ივანიშვილიც უაღრესად, მოდი, ასე ვიტყვი, სასტიკია მათ მიმართ.
ვინც მისივე გუნდის წევრებად ეგულებოდა მისივე ერთგულად ეგულებოდა, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები თუ გუნდის და თუ მისეული გაგებით ქვეყნის მოწინააღმდეგეები არიან. გარდა ამისა, ბიზინა ივანიშვილს პერსონალურად და მთლიანად ხელისუფლებას წოდებულ ბანდას სჭირდება ფული მეტი და მეტი და მეტი. და მეტი ფული სჭირდება იმისთვის, რომ პროპაგანდის მანქანა მუშაოს და შავი ფულით გამოყვებოს. სჭირდება იმისთვის, რომ გარკვეული პროექტები განახორციელოს თუ იმ ფულს გაათეთრებს ბიუჯეტში როგორღაც შეიტანს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, მეტი ფული არ აქვთ რა ოპოზიციონერებს, ეს სახელმწიფო ბანდა მიადგა საკუთარივე იმ წევრებს, რომლებმაც მოიპარეს თანხა. ეს არის ღარიბაშვილი, ეს არის ლილუაშვილი, ეს არის მიქაუტაძე, ეს არის რიჟვაძე, რომელიც გადარჩა ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში. ეს არის რაღაც მინისტრის მოადგილეები, სხვები და სხვები, მაგრამ ისმის კითხვა მე შორტით ჩავწერე ამასთან დაკავშირებით, ვინ არის შემდეგი რიგში. ხო და ეს ჩემი წყაროები, ბატონ ბერიძეს არ ეუბნებიან ამას. ან ეუბნებიან და მალავს და ამ პათოსით ველაპარაკება, ამ პათეტიკით. ჩემი წყაროები ვიდასტურებენ, რომ შემდეგი ვიდრე მაისის ბოლომდე მაქსიმუმ არის კახაკალაძე. დამოუკიდებლად იმისა, კახაკალაძე ჩაიტანს თუ არა თანხას სალაროში. იმიტომ რომ კახაკალაძის უწყებაში აღმოჩნდა რომ მერიაში აღმოჩნდა რომ ძალიან დიდი კორუფციული გარიგებებია. გარიგებებია ჯერშენებლობის საკითხებს არ მისდგომიან, ბაღებში. გარიგებებია კვებაში, გარიგებებია ჯანდაცვის პროგრამებში, ტრანსპორტში და არ მისდგომია კვლავ ვიმეორებ შენებლობის და კოეფიციენტთა მომატების და ბლატებით შენებლობების საქმეებს და кейსებს ეგრეთ წოდებულს და ირაკლი კობახიძე სასიცოცხლოდ არის დაინტერესებული, რომ კახაკალაძე, რომელიც შესაძლოა ყოფილიყო მისი კონკურენტი ქვეყნის მთავარ პირის თანამდებობაზე, კახაკალაძეც მოიცილოს, ირაკლი კობახიძე ცხადია დამოუკიდებლად მოქმედი არ არის, მასთან ერთად არის დინარაძე სუსიდან და რა ქვია იმას პაპუაშვილი პარლამენტიდან, პაპუაშვილი ბანდიტი. აქედან გამომდინარე, კალაძე შესანიშნავად ის ყველაფერი, კალაძეს არ უნდა დედაქალაქის მერობა გასული წლის ოქტომბერში აირჩიეს ისიც თქვენ მესამედ. ოჯახშიც ჰქონდა გარკვეული სკანდალები, ჩემი წყაროების ინფორმაციით. და კალაძე მაინც დაიყაბულეს ამ მერობაზე, იმიტომ რომ ის პრინციპში უკონკურენტო იყო უშუალოდ პარტიაში. მაგრამ ეს არ არის მისი ინდულგენციის საფუძველი. კალაძეს მიადგებიან ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით და ეს წყაროები მიდასტურებენ მაისის ბოლომდე. დამოუკიდებლად იმისა, ფულს ის ჩაიტანს, აი ამ მოპარულ ფულს ჩაიტანს თუ არა, იმ სალაროში, თუ იმ რაღაც ჩემოდანში მიიტანს თუ არა, ჩადებს თუ არა, და ჩემოდანის თუ სალაროს არსებობს ბიზინა ივანიშვილის მიერ გაკონტროლებული, ან სულაც არ გაკონტროლებული, მაგრამ ალბათ მაინც გაკონტროლებული ეს სწორი სიტყვა. კალაძეს ვუტრიდებ შესაძლოა პირდაპირ შლობით ბორკილებს ესე შეიძლება ეს კადრი არ ვნახოთ, მაგრამ კალაძეს ბორკილებს დაადებენ, მაინც ასე ვიტყვი თქვენის ნებართვით ვიტყვი ასე დაადებენ მიუხედავად იმისა, რომ ის არჩეული მერია და დედაქალაქის მერის თანამდებობაზე გამოცხადდება ახალი არჩევნები, რომელიც რამდენად მახსოვს, კანონმდებლობით უნდა ჩატარდეს ამგვარი ამბავი თუ მოხდება 45 თუ 60 დღეში, კანდიდატურაც ვიცი, ვინ იქნება დედაქალაქის მომავალი მერი თუ ამ სცენარით განვითარდა მოვლენები, რა არის ალბათობაც ამ ჩემი წყაროების ინფორმაციით, ცნობით მაღალია. არჩიკო ბერიძეს არ დაუბრუნდები. არჩიკო ბერიძე სადღეგრძელო, მხოლოდ სადღეგრძელოა და არა უმეტეს. მე უბრალოდ მინდა გითხრათ და ავხსნა, რომ ეს სადღეგრძელოები, როგორც ასეთი, ჩვენს მიერ ყურადღება მისაქცევი არ არის. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა შიდა დინებებია ხელისუფლებასთან წოდებულ ბანდაში. ირაკლი კობახიძე ინმტკიცებს ძალაუფლებას და ჯერჯერობით აჯერებს ბიზინა ივანიშვილს, რომ ის ერთადერთი და უალტერნატივოა. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ბიზინა ივანიშვილი ცხადია გაგიჟ და პარანოიკია და ბევრ ეპითეტს ვიმეტებთ მისთვის, მასზე თუ მისთვის,
ბიზნე ივანიშვილი ბოლომდე რასაკვირველია ირაკლი კობახიძეს არ ენდობა. იმიტომ კი არა ირაკლი კობახიძე რომელიღაც ეტაპზე აუხტება და მის დამარცხებას ეცდება ეს თავის მხრივ FSB-ზე გასული კაცი, ხო, FSB მასსაც ემუშავება რასაკვირველია. არამედ იმიტომ რომ ბიზნე ივანიშვილს საერთოდ არ ახასიათებს რომელიმე ერთ კალათაში ბევრი კვერცხის ჩადება, არ კვერცხების ჩადება. არა, კობახიძე კვერცხიებით კი ამას არ ვამბობ, ცხადია. არ მინდა რომ შეურაცხყოფის ეს ფორმა, ან საერთოდ რამე ფორმა ავირჩიო. ისიც საკმარისია, რასაც ვამბობ წარმოთქვამ ხოლმე, მაგალითად, როცა უწოდებ მათ ბანდიტებს ან პარანოიკებს. ეს შეურაცხყოფაც არის ერთის მხრივ რა, ესეთი სღვრული. და მეორე მხრივ ეს არის ტრანსპოლიტიკური შეფასება და კლავი მეორებ რომ არანაირი ფორმა 100 ირაკლი კობახიძის ჯანმრთელ 100 მაგალითად ირაკლი კობახიძის თაობაზე არ აქვს. რაც შეეხება სადღეგრძელოებს, სადღეგრძელოებით როდემდე უნდა ვიკვებოთ. ჩვენ გადაგვარჩენს არა ის, რომ ჩვენ გქონდა დიდი ისტორია, თუმცა ძალიან საკამათო განსაკუთრებით დაგიკითხავთ გიორგი ბწყინვალეს 1346 წელს არ გადამიმოწმებია, თქვენ გადაამოწმეთ 1346 წელს გარდაცვლილი მეფე, უკანასკნელი მონარქია ჩვენი ერთიანი სახელმწიფოსი. საკამათო, იმიტომ რომ ჩვენ გვყავდა ძალიან ესეთი ამბივალენტური ისტორია სიტყვა ალბათ, ხო? ისეთი მონარქებიც, რომელთა პოლიტიკაც, რომელთა გადაწყვეტილებები ძალიან საკამათო იყო. მაგალითად, ერთ-ერთი მონარქმა 96-100 წლიანი მშვიდობა დაამყარა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ მან სარწმუნოება დათმო. თუ მაინც და მაინც სარწმუნოებაზე ვილაპარაკებთ. ოღონდ ესეც კვლავ ვიმეორებ ლაპარაკობ იმ მასე რომ საქართველოს ერთიანი არ ყოფილა, აღმოსავლეთ საქართველოს მონარქი იყო ის კაცი. ვარემ ვიტყვი, საკამათო მონარქები იყვნენ უკვე შემდგომაც, თუმცა იყვნენ რაღაცა აღმოსავლეთ საქართველოს, დასავლეთ საქართველოს. მაგრამ რაღაც ისეთი მონარქები, რომელთა მიმართაც გარკვეული სიმპათია დაგებადება, განა არა, მაგალითად მეფე არჩილის, მაგალითად, თეორიულად აჩიკობერიძეს ვეხმაურები, ხო, ერთგვარად, ან სხვა რომელიმე მონარქის მიმართ, მაგალითად ვახტანგ მეექვსის მიმართ შესაძლოა გქონდეს, ეგრა მაგის პასუხია, სად არის ვახტანგ მეფე, ხო, მეექვსი ხო არ გახსოვდა. ბატონო არჩილ, ესე რო გვიყვარს ხოლმე თქმა. ასევე სარწმუნოებაზე რო გაამახვილა ყურადღება არჩილბეკი, არ უბრუნდები, მაგრამ მაინც არჩილბერიძე 1811 წლიდან რუსებმა რო წაგვართვეს ეს სარწმუნოება, გადაღებეს კირით და გაგვინადგურეს და გაგვიჩანაგეს ეკლესია მონასტერი, მათ შორის საგანძურები. ამაზე რატომ არ ამბობთ არც ერთ სიტყვას? ეს სადღეგრძელოები, წარმოსათქმელები, კარგ სუფრაზე, სიმღერის, კარგად შესრულებული ჩაკრულოს თანდასწრებით თუ ჩაკრულოს გარეშე, ეს სადღეგრძელოები არის მხოლოდ სასუფრო სადღეგრძელოები. ჩვენ გვჭირდება აქ პოლიტიკა, არა ექიმები ხუნდაძე, ცუდი ექიმები მით უმეტეს. არა კარგი მუსიკოსები თუ მომღერშემსრულებლები, არჩიკოლობერიძე, არა კარგი თუ საშუალო დონის ყოფილი სპორტსმენები, რომლებიც პარლამენტში არიან. საუკეთესო სპორტსმენიც აქვს ხო ყველა დროის ყველაზე მძლავრი კაცი ეს კაცი, რომელიც იმ ეგრეთ წოდებულ სტანგას წევდა ხო ტალახაზე, ან მეორე კაცი პეტრიაშვილი, რომელიც ყველა დროის ყველაზე დიდი მოჭიდავეა, მეთქი ასე ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან მასშტაბური კაცია. მაგრამ ჩვენ გვჭირდება პოლიტიკოსები, რომლებმაც იციან გეოპოლიტიკა, შესანიშნავად ხვდებიან გეოპოლიტიკის არს, იციან ტაქტიკური ნანაბიჯები უნდა გადავდგათ თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, რუსეთთან. როგორ წაიკითხონ გეოპოლიტიკური, მაგალითად აჩიკობერიძეს რომ მიუტრია, გავარებოთ აჩიკობერიძეს. არ მინდა რომ მასზე გავამივიდეს მაინც და მაინც. დიმიტრი ხუნდაძეს რევოლუციებისაგან რო გადაურჩენივართ თურმე, რომ მიუტრიალდეთ და ვკითხოთ ტრამპმა და მოდიმ ინდოეთის ლიდერმა რა შეთანხმებას მოაწერეს ხელით, რა შეთანხმდნენ ისინი დღეს. მიპასუხებს. ეგ კი არა პაპუაშვილიც ვერ მიპასუხებს. არა და ჩვენ გვჭირდება პირები, რომლებიც ასე გეოპოლიტიკურნი არიან და გეოსტრატეგიულად, გეოპოლიტიკურად, ტაქტიკურად, სტრატეგიულად აზროვნებენ, ფიქრობენ, ქმედებენ. პარლამენტშიც გვჭირდება. ხუნდაძე უმუშევარი დარჩება, აჩიკო არ დარჩება უმუშევარი, იმ შემთხვევაში თუ ადრე იქნება თუ გვიან დატოვებს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს, ადრე იქნება თუ გვიან რასაკვირველია დატოვებს მომავალ არჩევნებზე მეთქი, მას მაღალი ალბათობით არ შეიყვანენ სიაში. არ ხაზგასმით ვამბობ, მის წინააღმდეგ საერთოდ არ ვილაშქრებ. ხო?
მაგრამ ხალხო ჩვენ გვჭირდება ადამიანები, პოლიტიკა, ცალკე მეცნიერებაა, ცალკე მიმართულებაა, ცალკე პროფესიაა, ცალკე დარგია, ცალკე სფეროა. ჩვენ გვჭირდება არა სადღეგრძელოები. ან არა ივანიშვილის ერთგულება, ბატონო ბიზინა, თქვენ ხართ რამზეს მეორე. ხო? ეხნატონი. არა, ჩვენ გვჭირდება ადამიანები, რომლებიც მათ შორის ბიზინა ივანიშვილს გახედავენ კრიტიკულად. რა ნაკლი აქვს მიხეილ სააკაშვილს ერთხელ ჰკითხა დღეს ჟურნალისტად წოდებულმა და მაშინ რა ვიცი რაღაცა პროექტებს კი აკეთებდა. ერთხელ მიშა სააკაშვილის დროინდელ პარლამენტარებს და ისინი დაიბნენ და ვერ უპასუხეს რომ მიშა სააკაშვილს ის ნაკლი აქვს, მაგრამ არასწორად ქმედებს აქ, არასწორ უწუნებენ იმ თუ ამ რაღაც გადაწყვეტილებას. იმ ხანად ნაციონალური მოძრაობა იყო მმართველობაში და ვერც ერთმა დეპუტატმა პარლამენტში შედგა ეს ინტერვიუ ვერ გაბედა რამის თქმა რამდენიც მახსოვს. დღეს რომ მკითხო ნინო წილოსანს ან 99 დეპუტატს. რა ნაკლი აქვს ბიზინა ივანიშვილს? ბევრად მეტად დაასაბუთებენ ისი და ბჭყალებში იტყვიან, ბევრად ხმამაღლა იტყვიან, რომ ბიზინა ივანიშვილი არის უნაკლო. და არ არის ბიზინა ივანიშვილი უნაკლო. კალაძეს ორი სიტყვით მიუბრუნდები თქვენი თემართი და სათაურიც ამაზე მექნება. ეს არაუნაკლო ბიზინა ივანიშვილი ჩემი ინფორმაციით უახლოეს ეხლა თებერვალი დადგაო. ხო, გამოგაზაფხულდება ერთ არასრულ თვეში, თებერვალიდან ისიც რომ დღე მოკლე თვეა და გაზაფხულიდან დაიწყება დიდი შეტევა კახა კალაძეზე. ახალ არჩევნებსაც ჩანიშნავენ და დედაქალაქის მერის თანამდებობაზე 100 არჩევ პირად შერჩეული ხავთ კიდეც ახალი კანდიდატი. ეგრა მაგის პასუხია ამბავის ის არის, ბარემ ვიტყვი და მე დავასრულოთ, რუსეთი აწვება, კალაძის ასაკული არ იცავს. რუსეთი აწვება ბიზინა ივანიშვილს, რომ ამ უკანასკნელმა ჩაატაროს რიგარეში საპარლამენტო არჩევნები და მოიგოს სრული უპირატესობით. უნდა გახსოვდეთ, ამ პირობებში არჩევნების ჩატარება, როდესაც ქართულმა რუსულმა ოცნებამ მთელი პოლიტიკის მონოპოლიზაცია მოახდინა სხვადასხვა მეთოდებით, არის რუსული პროექტის, რუსული იდეის განხორციელება. იმიტომ რომ რუსეთს სურს რომ ბიზინა ივანიშვილს ხავდეს არა 99-90, არამედ 115-117-120 დეპუტატი. და ამ 120 დეპუტატმა მოაწეროს ხელი საქართველოს პრაქტიკულად სრულ კაპიტულაციას, აღიაროს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონი დამოუკიდებელ სუბიექტებად არსებული რეალობების გათვალისწინებით, მერე დაიწყოს ვითომ მოლაპარაკებები გაუთავებელი ეგრეთ წოდებულ კონფედერაციაზე, მოგვაჩვენონ რომ რამ პროგრესი არის ამ მიმართულებით, მაგრამ რეალურად პროგრესი კი არ იყოს, რეგრესი დაფიქსირდეს სრული სახელმწიფოებრივი კრახი. აჩიკო ბერიძე, კალაძე არ მენანება. აჩიკო ბერიძეს მიუმართავდა, ავიც კიდევ 2-3-ს, მათ შორის ერთ მინისტრს, ბევრი აუგი სიტყვა მithქვამს მასზე, 2 მინისტრს უკაცრავად. ორივეს რომ ვიცნობ მათ. როგორ აწერთ ხალხნო ხელს ამ ყველაფერს. რითი გამოგიჭირათ ბიზინა ივანიშვილმა? რითი გაგხლართათ ასე? რა თოკი მოგიჭირათ კისერზე ასეთი ამავე წლების გაკეთება ეს ხმის მოწყობილობაა მიკროფონი არა უშავს. რა თოკი მოგიჭირათ ამგვარი კისერზე ისეთი რა ყულფი რომ თქვენ ყველაფერზე მიდიხართ და სადღეგრძელოებს კი გვთავაზობთ და გვთავაზობთ. და რა ხართ ჩემს იმედზე მეთქი ახლა ასე ვიტყვი რომ ირაკლი ტაბლიაშვილი არ წვევი მარტო ჩემზე არ არის ცხადია საუბარი დაგვინდობს მომავალში. დაგინდობთ კაცო. აჩიკო ბერიძეს დავინდობ. არ იყო ის გადაწყვეტილების მიღები. ხუნდაძესაც დავინდობ. ჯანდაბას ჩემითავე. მაგრამ აი ვინც არ არის დასანდობი, მათ მიმართ დაუნდობელი კი ვიქნები. იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩემი ნაცნობები დაწინაურდებიან და მინისტრები არიან ახლა და აინაცვლებენ კიდევ უფრო მაღალ პოზიციებზე. ბერიძეს არავინ კითხავს არაფერს. სადღეგრძელოს თქმელად
სჭირდებოდა ქართულ ოცნებას. არც რომელიმე დეპუტატს ტალახაძეს, აი დავინდობ ტალახაძეს, ჩემი დანდობა რა თუნდა, მაგრამ მაინც ხო ამაბურთავებს ესე ამცემს რომ მოინდომოს. ხო პეტრიაშვილი დამცემს ტატამზე. დავინდობ კაცო, განა არა წარსული დამსახურებების გამო, მაგრამ სხვების დანდობა კი წარმოუდგენელია. ინგრევა ქვეყანა ხალხო და ის სიგრძე განეთ ეს როგორ მე ამის კიდე რა გითხრათ ნახვამდის